მოგესალმებით, მე ვარ სოფია ფიფია და დღეს გავუძღვები პოდკასტს სახელწოდებით მიმოსაფარი ცხოველები. ეს პრობლემა არა მარტო ჩვენი ქალაქის პრობლემაა, არამედ გლობალურ პრობლემასაც წარმოადგენს. მაგრამ მოდი დღეს ვისაუბროთ ლოკალურად და უშუალოდ აქცენტი გავაკეთოთ ჩვენს ქალაქზე. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ვეტერინარი ბატონი გიორგი ჭურღულია, რომელიც მოგცემს ძალიან სასარგებლო რჩევებს თუ როგორ უნდა მოვუაროთ ჩინაურ ცხოველებს და რა უნდა გავითვალისწინოთ მათთან დაკავშირებით. გამარჯობა ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდებით? სალამი, მადლობა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. და მიხარია რომ და ინტერესით ასე თქვა აღნიშნული საკითხით, ვინაიდან ჩვენ ქვეყანაში ძალიან მწვავე დგას ეს პრობლემა და მე ჩემი მხრიდან შევეცდები მაქსიმალურად ასე თქვა პრობლემის მოგვარების გზები, არა მარტო ჩემეული, არამედ ზოგადად სოფლიოში აღიარებული და საერთაშორისო სტანდარტებით რაც ამიღებული, ეგ ასე თქვა გაგიზიაროთ. მოდი უშუალოდ გადავიდეთ თემის აქტუალობაზე. მაინტერესებს როგორ აფასებთ ცხოველთა მიმართ დამოკიდებულებას საქართველოში, კონკრეტულად კი ზუგდიდში. სიმართლე გითხრათ, ამ მიმართულებით ანუ კიდე ბევრია სამუშაო, არა მარტო ჩვენ ქალაქში, არამედ ქვეყანაში, ზუგდიდში რაც შეეხება აღნიშნა აუცილებლად, რომ ცხოველთა მოყვარულების და ვოლონტიორების მხრიდან ძალიან დიდი საქმე კეთდება და ამ ხრივ ზუგდიდი შეიძლება ითქვას, რომ მოწინავეა, იმიტომ რომ არიან ვოლონტიორები, რომლებიც აკეთებენ უდიდეს საქმეს ზუგდიდში, რაც მოიცავს ცხოველების სტერილიზაციას და უშუალოდ დახმარებას მიუსაფარი ცხოველებს. უშუალოდ როგორ ფიქრობთ, რა არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რასაც მეპატრონები უშვებენ ცხოველთა მიმართ? პირველი ალბათ პრობლემა რაც ამ მეპატრონები რასაც უშვებენ, როცა ცხოველი არ ყავთ, არაოდ გააზრებული, რამდენად რთულია ცხოველის, ასე ვთქვათ, მოვლა პატრონობა, სწორი შენახვა, ასე ვთქვათ, რა უხეშად. ვინაიდან აყავთ, აყვებიან რაღაც ემოციებს, ამ ბავშვს მოწონს, აქედან გამომდინარე აყავთ ცხოველი, მე ეს ცხოველი იზრდება, ეს დაკავშირებულია ფინანსებთან, დაკავშირებულია გარკვეულ პრობლემებთან და შემდგომ პაულობენ მოგვარების მარტივ გზას, ეს არის ცხოველის ქუჩაში გაგდება. როგორც ვიცი, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს ყველა ცხოველი უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ასე ვთქვათ, ყველა ცხოველს მიენიჭება სპეციალური ნომერი და იქნება რეგისტრირებული პატრონზე. ერთადერთი მოგვარების გზა და ნაბიჯი პირველი არის ეს. ცალკე კიდე სხვა ისინი ჭირდება, რა თქმა უნდა, ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, მაგრამ პირველი არის კანონპროექტი, რომელიც დაავალდებულებს ყველა მეპატრონეს ცხოველი თავის გაასტერილოს და ყავდეს იდენტიფიცირებული, რომ შემდგომში უკვე ვერ მოხდეს ცხოველის გაგდება, ასე ვთქვათ, ქუჩაში. რაც შეზღუდავს, ასე ვთქვათ, ქუჩიდან მომავალ, ასე ვთქვათ, ცხოველებს, რომლებიც საბოლოოდ მიმოსაფარები ხდებიან და ხდება ყველას პრობლემა. თქვენ აღნიშნეთ, რომ ცხოველის აყვანა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის სურვილი არის, ანუ ბოლოდ ადამიანს სურს თავის ეგო დაეკმაყოფილოს. და მაინტერესებს დამწყებ, ვინც პირველად იყვანს ცხოველს, რა რჩევას მისცემთ ამ საკითხთან დაკავშირებით? მოკლედ, ჯერ პირველ რიგში გაითავისონ, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ეს არის ფაქტურად ახალი ოჯახის წევრი, შვილი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იგივე მოთხოვნილებები აქვს ლევს, ასე ვთქვათ, არა იაფი, ასე ვთქვათ, ცხოველის უზრუნველყო, ანუ საკვებით ჭირდება თავიდან როგორც შვილ ბავშვს ისე ჭირდება მოვლა ყურადღება ჭირდება 24 საათიანი და ასე შემდეგ. პლუს ამას ცხოველი როცა აკყავს, იმის გარდა რომ გაითავისებ, უნდა იცოდე, რომ ცხოველს აუცილებლად უნდა ჩაუტარო ვაქცინაცია თავის დროზე, იმიტომ რომ შემდგომში მე ეს დაკავშირებულია პრობლემებთან, ვირუსებთან, რომელიც ვრცელდება, ავადებიან სხვა ცხოველები გამომდინარე აქედან და ხშირ შემთხვევაში ამას მიყავართ ლეტალობამდე, ანუ თუ ცხოველი დროულად არ იქნა, ასე ვთქვათ, ვაქცინირებული. მაინტერესებს, რა არის ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომა, რასაც ცხოველის პატრონები უშვებენ? ხშირად ან ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს შეცდომა არის მოყავთ ცხოველი და არ იციან და არც კითხულობენ, ელემენტარული მოიძიო ეს ინფორმაცია არამს თუ ექიმთან მივხვდი და შეგიძლია შენ თვითონაც ანუ ახლა ინტერნეტის ხანაში მოვიძიოთ რა უნდა ჩაუტარდეს ცხოველს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში როცა მოყავთ დაავადებული ცხოველი უკვე რომელიც არის ფაქტიურად დასრულს მიღწეული და არ არის ვაქცინირებული პარაზიტებზე არა დამუშავებული, რო ვეკითხებით თუ რატომ არ აკავთ ვაქცინირებული, არ ვიცოდი, არავინ არ მითხრა. ყველაზე ხშირი შეცდომა მე რასაც ვხედავ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ესაა რომ ასე ვთქვათ, გაუნათლებლობა ამ მიმართულებით, რომ ცხოველს რეები ჭირდება, ანუ არ თავიდან რატომღაც ძალიან ზერელედ ექცევიან და ფიქრობენ, რომ არა საჭირო, ასე ვთქვათ, ვაქცინაცია ჩაუტაროთ, პარაზიტებს დავამუშავოთ, ექიმთან მივიყვანოთ, გონია ძაღლი მოიყვანეს, უბრალოდ ყავთ ეზოში, აჭამონ, ესაა მთავარი, ანუ სხვა არაფერი გონიათ რომ არ ჭირდება. თუმცა ესე არაა და მე უამრავ პრობლემებთან დაკავშირებული, ფინანსურადაც ზვირია მე უკვე ეს კურნალობა. როცა შეიძლება თავიდან უბრალო ვაქცინაციით, რომელიც აერთო რაღაცური მოგვარდეს ეს პრობლემა და შემდგომში არც ფინანსურად იზარალდებს ცხოველმას
ასე ვთქვათ, ჯანმრთელობრივი პრობლემები არ მიიღოს. რახან შევეხეთ ვაქცინაციას, მაინტერესებს სტერილიზაცია, კასტრაციის პროცესი, რამდენად ჰუმანური არის ადამიანების მხრიდან. მოკლედ, რაც შეეხება სტერილიზაციას, კასტრაციას, ეს არის ერთადერთი და ჰუმანური გზა იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა შემცირდეს ქუჩაში. ერთადერთი გზა, ეს არის ყველაზე ჰუმანური. ამაზე უკეთესი გზა ჯერჯერობით კაცობრიობას არ მოუგონია და არ მოუფიქრია. ერთადერთი გზა არის სტერილიზაცია, კასტრაცია, რაც არის სრულიად ჰუმანური. შემდგომში სწორი მოვლა ჭირდება ცხოველს, რა თქმა უნდა, ის საკვებია სპეციალურ სტერილიზ ცხოველებს, რომ სიმსუქნე არ გამოიწვიოს და ამ შემდეგ, მაგრამ ესაა ყველაზე ჰუმანური გზა და აუცილებელი ყველას მოუწოდებ, რომ თავის ცხოველი დროულად გაასტერილოს. შემდეგ კითხვა მაქვს თქვენთან. უშუალოდ ადამიანების დამოკიდებულება ცხოველების მიმართ, აგრესიული დამოკიდებულება არის თუ არა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იმისა, რომ მე ცხოველებიც აგრესიულად არიან დამოკიდებულები ადამიანების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად იმის გამომწვევი ქუჩაში აგრესია, ქუჩის ცხოველი და აგრესიული ძალიან იშვიათია. ფაქტიურად მე პირადად არ მქონია შემთხვევა, ჩემთვის ქუჩის ძაღლს ეკბინოს, ასე ვთქვათ. მაგრამ ყველაფერი ეს მოდის იქიდან, ანუ ძაღლი არა აგრესიული თვითონ ბუნებით, ყველაფერი ეს გამოწვეულია უბრალოდ ადამიანის უდი მომხრობით, ანუ ადამიანის უდად მოეპყრო დავის დროზე შეიძლება პატრონი მოეპყრო, უდად დააბა ძაღლი, მოკლედ სოციალური არ გახადა ცხოველი, ანუ ძაღლი იყო ჩაკეტილი, რამაც შემდგომ ფსიქიკური პრობლემები გამოიწვია ცხოველში, მე ეს ცხოველი ქუჩაში აღმოჩნდა, მე ვიღაცამ ქვა ესროლა, ვიღაცამ ჯოხი დაარტყა და აქედან მოდის ზუსტად ეს აგრესია. როგორც ასეთი ცხოველი, ძაღლი არა, ანუ აგრესიული ზოგადად ბუნებით თუ არ გახდა და აგრესიულს ხვდით ჩვენ ადამიანები. მე მაქვს შემდეგ კითხვა თქვენთან. მაინტერესებს რომელი დაავადებები ვრცელდება განსაკუთრებით მიუსაფარ ცხოველებში. ესენია ინფექციური დაავადებები, ვინაიდან მიუსაფარი ცხოველები თითქმის არც ერთი არაა პრინციპში აცრილი, ასე ვთქვათ, კომპლექსურ ვაქცინაციაზე. ეს არის ვაქცინა, რომელიც იცავს ინფექციებისგან, რომელიც ან ცხოველებიდან ცხოველებზე გადადის, ასე ვთქვათ. ჭირი, პარვოვირუსი, ჰეპატიტი, კანის დაავადებები, რა თქმა უნდა, ტრანსმისიული დაავადებები, ესენია სისხლით ტკიპისგან გადამდები. ყველაზე გავრცელებული ლეკვების შემთხვევაში ეს არის პარვოვირუსი, ეგრეთ წოდებული ენტეროვირუსით გავრცელებული ჩვენში. იშვიათ შემთხვევებში მას სამწუხაროდ ჭირის ფაქტებიც ბევრი გვაქვს და ესენია ყველაზე მეტი შემთხვევა ალბათ ქუჩის ცხოველებში ესაა ტრანსმისიული დაავადებები, რომელიც ტკიპის ნაკვინისგან გადადის და მოგეხსენებათ მიუსაფარი ცხოველები არ არიან დამუშავებული პარაზიტების საწინააღმდეგოდ, ამიტომ ყველაზე ხშირია ეს დაავადებებია ერლიხიოზი, ბაბეზიოზი და ანაპლაზმოზი. ყველაზე ხშირი, ფაქტიურად მიუსაფარი ცხოველი მოდის, 90% შემოყვანილი ცხოველებისა დაავადებულია ამ დაავადებებით. და ეს დაავადებები შეიძლება თუ არა იყოს საფრთხე ადამიანებისთვის. უშუალოდ მე რა შემოთვალე ეს დაავადებები ადამიანებისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას, ანუ არა ზოონოზური, ზოანთროპონოზული დაავადებები, ანუ ძაღლიდან ადამიანზე არ გადადის. ესეთი დაავადებები, რომელიც საშიშია და ადამიანისთვის მომაგნებელია, ესაა ცოფი, კიდე არ ვთქვათ დაავადება ლეპტოსპიროზი, რომელიც იშვიათად, მაგრამ არ ეხოლმე ბუნებაში გვხდება და ეს ადამიანზე გადადის, თუმცა ეს იმდენად, ასე ვთქვათ, ლეტალობას არ იწვევს, თუმცა საყურადღებო და ძალიან საშიშია მინდა გითხრათ. და კიდე სხვა არის დაავადებები, ლეიშმანიოზი თუნდაც, რომელიც ადამიანზე გადადის. არის უამრავი დაავადება, რომელიც ცხოველებიდან ადამიანებზე გადადის, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და ცხოველს თავის დროზე უნდა გავუკეთოთ ვეტერინარული პროცედურები, რაც საჭიროა. თქვენი როგორც ვეტერინარი ქონიათ თუ რა სურვილი, რომ გაგიხსნათ რაიმე ორგანიზაცია, ან თქვენ კოლეგებთან ქონიათ თუ არა ამ თემაზე საუბარი, ან თქვენ როგორც ვეტერინარის დამოკიდებულება ამ პრობლემის გადაჭრის მხრივ ყოფილა თუ რაიმე ინიციატივა? კი, სიმართლე გითხრათ, ქონია და ყოველთვის მაქვს, ასე ვთქვათ, ეს იდეები, თუნდაც ეს, ასე ვთქვათ, წუხილი, თუ როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს, თუმცა ზოგადად რამოდენიმე გარკვეული ადამიანების ჯგუფისთვის ცოტა სირთულეს წარმოადგენს ამ პრობლემის მოგვარება. ფაქტიურად ჩვენზე რაცაა დამოკიდებული და რაც უშუალოდ და კონკრეტულ ადამიანებს შეუვლიათ, მინდა გითხრათ, რომ ზუგდიდში ეს მართლა ზედმიწევნით კეთდება, იმიტომ რომ უამრავი ცხოველი გასტერილდა უშუალოდ კონკრეტული პირების დახმარებით, ანუ გულისხმობ მოხალისეებს, ყოველთა დამცველ მოხალისეებს, რომლებიც ახდენენ გარკვეული თანხების შეგროვებას, ასე ვთქვათ, ცხოველების კეთილდღეობისთვის და ეს თანხები მიდის ცხოველების სტერილიზაციაში და კასტრაციაში. რახან უკვე ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, მაინტერესებს რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, ვინც ცხოველებს ქუჩაში აგდებენ? რჩევას არა, მაგრამ ჯარიმებს ვისცემდი.
ვინც გააგდებს ხოლოს ქუჩაში, იმას უკვე არ რჩება, მგონია რომ ჩემთვის უკვე დაგვიანებული. შეიძლება თუ არა ჩვენი ერთი ქმედებით მაინც გაულამაზოთ ცხოვრების დღე. რა თქმა უნდა, ელემენტარული ამ სიცხიან ამინში დაწყურებით. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მოსვლისთვის და დროის გამონახვისთვის. ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს უახლოვდება, მე კიდე გემშვიდობებით.